დღეს ჩვენ თბილ სერვისის ჯგუფთან ერთად გავატარებთ ერთ დღეს და ვნახავთ რა ხდება მაშინ, როცა თბილის ჯერ კიდევ ძინავს, მაგრამ ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა უკვე დაწყებულია. სწორედ ამ ადამიანების ყოველდღიური შრომის შედეგია ის, რომ დილით სუფთა ქუჩებში ვიღვიძებთ, გამართული ინფრასტრუქტურით ვსარგებლობთ და ჩვენი ქალაქი ჩვეულ რიტმში აგრძელებს ცხოვრებას. ჩვენი თანამშრომლები განსაკუთრებით დასუფთავების სამსახური დილის 6 საათიდან იწყებენ მობილიზაციას ყველა რაიონში თბილისის, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე იმისთვის, რომ ქალაქი იყოს სუფთა და მოწესრიგებული. ეს არის სადაც იხავმყოფებით გადამტვირთი სადგური, სადაც მთელი ქალაქის მასშტაბით შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენი მოდის იმისთვის, რომ გადაიტვირთოს უფრო დიდი გაბარიტის მქონე მანქანებში და შესაბამისი განთავსების ადგილზე საყოფაცხოვრებო პოლიგონზე იქნეს გადაზიდული. თბილ სერვის ჯგუფს აქვს სიახლე მარშრუტების მართვის სამსახურის მიმართულებით. გითხარით ეს რა სიახლეა? მოგეხსენება თბილისი როგორი მზარდია და ურბანულად როგორი განაშენიანებულია, ეზოები და ერთმანეთთან დამაკავშირებელი ქუჩები ხშირად შლაგბაუმით არის დაკეტილი, ამიტომ ყველა ქუჩაზე, ყველა ურბანულად მჭიდროდ განაშენიანებულ რაიონებში გადმოდის ცენტრალურ გამზირებზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერები, შესაბამისად ნაგამზიდები მას ესახურება ისეთ დროს და ისეთი მარშრუტებით, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მივიღოს საცობი შექმნაში მონაწილეობა, ასევე რაც შეიძლება მოკლე იყოს მისი მარშრუტი და შემაწუხებელი მოსახლეობისთვის. ასევე ძალიან ხშირია, როდესაც სამშენებლო ნარჩენებს უკანონოდ ყრიან სხვადასხვა ადგილებში და ამასთან დაკავშირებითაც, როგორც ვიცით, თბილ სერვის ჯგუფს აქვს გარკვეული მომსახურება, ხო? დიახ, ეს არის ძალიან სწორი აქცენტი, თქვენ რაზეც აკეთებთ, ეს არის ჩვენი ყველაზე მტკივნეული პრობლემა ერთ-ერთი, ვინაიდან მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნაგვის ურნებში ხშირად მალულად რაღაც შეფუთულად, გალამაზებულად სამშენებლო ნაგავს ნარჩენს ანთავსებს საყოფაცხოვრებო ნარჩენის ყუთებში და ამისთვის ჩვენ ახალი პროგრამაც შევქმნით, რომელიც ითვალისწინებს საკუთარ წითელ ხაზებში დალაგებით სურათის გადახებით და გამოძახებით შეგვიძლია მივიდეთ სუფთად მოწესრიგებულად, როგორც ეს ცივილურ ქვეყნებშია, გავიტანოთ და განვათავსოთ იქ, სადაც მისი ადგილია და არ მოხდეს ეს არც ნაგავზში და არც საყოფაცხოვრებო პოლიგონზე. აქ რომ მოვდივართ, კარგად ხვდებით, რომ ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა მხოლოდ უნების დაცვა არ არის და ეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და ადამიანების დაუღალავი შრომით შექმნილი დიდი სისტემაა, ხო? რა გზას გადიან ეს მანქანები? ნაგამზიდები, როდესაც ამთავრებენ თავის მარშრუტზე მუშაობას, შემოდიან ტერიტორიაზე, პირველ რიგში იწონებიან სასწორზე, რის შემდეგაც გადადიან გადამტვირთ სადგურზე, იცლებიან, შემდგომ ირეცხებიან და სადისპეჩეროში იღებენ ახალ საგზურს, რათა გავიდნენ ახალ მარშრუტზე. ეს არის მარშრუტირება ერთი ნაგამზიდის, როგორც გადაადგილდება რეალურად, იწყებს A პუნქტიდან და ასრულებს B პუნქტში. როგორ ხდება ამ ნარჩენზიდი მანქანების გადაადგილება და მარშრუტების კონტროლი? პირველ რიგში ჩვენ მარშრუტების სამსახური გავდივართ ძველ მარშრუტებს, შემდგომ ამ ყველაფერს ვსვავთ მეფზე, აქედან გამომდინარე ვიჩანს რა პრობლემებია ზოგადად რაიონში. მოკლედ მეგობრებო, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესი იწყება ახლა. როგორც ხედავთ, მაქსიმალურად ვეცადე, რომ როლში შევსულიყავი და მთლიანად მომერგო თბილ სერვისის დასუფთავების ჯგუფის სამოსი და ახლა უნდა გავიდეთ ერთ-ერთ უბანზე, სადაც ხდება ხოლმე ნაგამზიდი მანქანის მისვლა და უკვე პროცესში გავიგებთ უფრო კარგად რა ხდება, ხო? წავიდეთ რა წავიდეთ. წავიდეთ. რამდენი წელია რაც აქცია? 8 წელი არის რაც აქუშავ სამსახურში. და აი საიდან დაიწყე? დავიწყე პირველად მოვედი 20 წლის ვიყავი დაახლოებით. ადგილზე ჩანს თუ რა პრობლემა არის, ნაგავზიდი რო ვერ შედის ამ ქუჩაზე, სადაც იყო განთავსებული კონტეინერები, ამიტომ მოხდა ამ კონტეინერების ცენტრალურ ქუჩაზე გატანა, რამაც ხელი შეუწყო ჩვენი მხრიდან უკეთესად მომსახურებას. და თუ კი არსებობს კიდევ მოსახლეობაში ის კითხვა, თუ ჩვენი სახლიდან ოდნავ მოშორებით, თორემ სულ რაღაც ალბათ 50 მეტრში მაქსიმუმ 50-70 ხო, იქნა გატანილი არის ეს, რომ ხო, ანუ მანქანებს ძალიან უჭირდათ პირველ რიგში, რომ შემოსულიყვნენ და ხარისხიანად და სრულყოფილად მომხდარიყო მომსახურება და
და მეორე ეს არის რა თქმა უნდა ის ანტისანიტარია, რისგანაც ახლა უფრო მეტად არის დაცული ჩვენი საცხოვრებელი უბნები, ხო? კი ბატონო. თქვენ ხართ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები, იმიტომ რომ არა თქვენ ჩვენი ქალაქი ასეთი მოწესრიგებული ვერ იქნებოდა. რამდენი წელია რაც აქ მუშაობთ და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს სამსახური? მე 2 წელია მუშაობ და მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ქალაქი დავასუფთავოთ, პასუხისმგებლობა გვეძლევა და აი თუნდაც ის რომ აი ბავშვები გამოდიან უხარიათ გარემოში და სისუფთავეში ითამაშონ. თქვენ რამდენი წელია რაც აქ მუშაობთ? მე მუშაობ 7 წელი არის აქ მუშაობ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ქალაქისთვისაც კარგი არის, სისუფთავე არის. მეორე ის რომ ეს ბავშვებიც ამაყობენ იმ სისუფთავითა და ჯანმრთელობა და წინსვლა ექნება ყოველთვისა. დღის ბოლოს კიდევ ერთხელ ხვდები, რომ სუფთა ქალაქი თავისით არ იქმნება. ამის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ხშირად უხილავად ზრუნავენ იმაზე, რომ თბილისმა ჩვეულ რიტმში იცხოვროს.